სახელითა მამისათა და დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი დიდხარ შენუფალო და საყრელო არიან საქმენი შენი როგორც თქვენ იცით ღვთის ლოცვა კურთხევით ჩვენ ვიმყოფებოდით წმინდა მიწაზე და მე მინდა გითხრათ რომ წმინდა მიწაზე ძალიან საშიშია ყოფნა საშიში იმ მხრივ რომ ადამიანი არ უნდა შეეჩვიოს წმინდა მიწას ზოგიერთი ყოველ წელიწადს დადის ეს მე მიმაჩნია რომ არაა სწორი შეჩვევა იცის და ავიწყდება ადამიანს რომ ის წმინდა და ძალიან ხშირად ჩვეულებრივად ვიქცევით ჩვენ წმინდა მიწაზე წმინდა მიწაზე არის დიდი სიწმინდე და ამასთან ერთად დიდი ბრძოლები აი კეთილი და ბოროტი განსაკუთრებით იბრძვის წმინდა მიწაზე ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა რამდენიმე ასეთი შეხება სიწმინდესთან უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიყავით შევედით საფლავთან მაცხოვრის საფლავთან ეს იყო მეოთხე ჩემი ჩასვლა და მე მინდა გითხრათ რომ არც ერთი წინა მისვლა არ შეეძლებოდა ამას უფალი ძალიან ახლოს იყო საქართველოსთან დღეს აი ამ ბოლო დროს და მე ვიგრძელი რამდენად უღირსები ვართ ჩვენ პირადად მე და მთელი საქართველო და რამდენად დიდია მოწყალება უფლისა ჩვენ არაფერი არ შეგვეძლო ჩვენ ვთხოვეთ უფალს რომ მუდამ ჩვენთან იყოს და ჩვენ ვთხოვეთ რომ როგორც ამბობს წინასწარმეტყველი დავით წინასწარმეტყველი უფალო შენი ვარ მაცხოვნებე ესე იგი შენ თვითონ იცი რა გზებით უნდა მაცხოვნო ჩვენ წავიღეთ აქედან გადასაფარები წმინდა დავით წინასწარმეტყველისა მეფისა ეს იყო რაღაც საოცარი სეიმი ისეთი გრძნობა ჰქონდა ჩვენ რომ დავით მეფე ღებულობდა მონაწილეობას ამ სეიმში და დავით მეფემ მიიღო ეს როგორც უდიდესი საჩუქარი
ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩვენი ჩასვლა იორდანიაში სახელმწიფოა და მდინარე იორდანესთან მისვლა. ეს იყო საოცრება, ეს იყო აი უფალი იდგა ჩვენ შორის და ჩვენ შევედით და მივიღეთ მეზიარეთ აი ამ წყალობას ამ მადლს. საოცარი იყო ასევე ჩვენი შესვლა ჯვარის მონასტერში, იერუსალიმის ჯვარის მონასტერში. ჯვარის მონასტერი თქვენ იცით ქართული მონასტერია და ხალხი ქართული ხალხი ვერ ეტეოდა იმ მონასტერში, ეს საკმაოდ დიდი ტაძარია, ვერ ეტეოდა და ეს ქრისტიანს განუვდნენ საგალობლებს და მთელი ხალხი გაოცებული იყო ამის ყურებით. ეს იყო შეერთება ცისა და ქვეყანისა, გამთლიანდა ცა და ქვეყანა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა რაბინებთან, ჩვენ გვქონდა საოცარი საუბარი რაბინები მანდარის ორი შტო ებრაელების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს აი ჩვენ ჩასვლასთან დაკავშირებით ამ ებრაელების მეთაურები დასხდნენ გვერდ ერთად და მე ვკითხე მათ რომ იქ რაღაც საუბარი იყო მუსულმანებზე, რომ ისინი ლოცულობენ 5 ჯერ და მე ვკითხე თქვენ მეთქი რომ რამდენჯერ ლოცულობთ და ჩვენ 3 ჯერ და ფსალმებში რომ მეთქი წერია რომ 7 ჯერ უნდა ილოცოთ. ეს ვიღაცამ თქვა გონი პრეზიდენტმა ისრაელისა რომ ჩვენ გადავიგზავნით თქვენ იმას თქვენ ასეთ წინადადებასო და შეიძლება შვილი რომ შევთავაზოთ, შეიძლება სულაც არ ილოცოთ, მაგრამ მაინც ილოცებენ რა თქმა უნდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა იორდანიის მეფესთან, ახალგაზრდა კაცია, დედა ჰყავს ინგლისელი, ცოლი ჰყავს პალესტინელი და ძალიან დიდი სიტყვოთი მიგვიღო და შევპირდა რომ აქ ჩამოვა საქართველოში. მაგრამ მე მინდა კიდევ დავუბრუნდე იმას, რომ ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ, ჩვენ შორიდან უნდა ვიყოთ აღონიშნები წმინდა ადგილების, ჩვენ უნდა უღირსად უნდა მიგვაჩნდეს ჩვენი თავი, რომ ასე ახლოს შევეხოთ ამ სიწმინდეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს
ჩვენი დიდი მამა დავით გარეჯელი, რომელიც ჩავიდა წმინდა მიწაზე და ღირსად არ ჩათვალა თავისი თავი, რომ შესულიყო ქალაქში, კედელთან მივიდა, ემთხვია კედელს და აიღო 3 ქვა და წამოვიდა უკან. ეს იყო უდიდესი მადლი და თქვენ იცით ეს ისტორია, რომ გამოცხადება ჰქონდა იერუსალიმის პატრიარქს, რომ ქართველმა ბერმა მთელი მადლი წაიღო და ჩამოართვეს ეს 2 ქვა და 1 დატოვეს და ეს 1 ასევე ეწოდება მადლის ქვა. ინახება ჩვენთან. აი ასეთი მოკლე მიმოხილვა ჩვენი მოგზაურობის და ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ დადგება ის და დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე. წმინდა მიწის იერუსალიმის მადლი და წყალობა, იმ ტაძრების და მონასტრების მადლი და წყალობა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ის მადლი, რომელიც იხტრიალებს, საოცარი ის არის, რომ ზოგი გრძნობს ამას, ამ დიდ მადლს და წყალობას, ზოგი ვერ გრძნობს. ესე იგი, უნდა გააღო შენი კარები, გულის კარები და უნდა შემოიდეს უფალი შენთან. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ ყავს 2 მოძღვარი, რომელიც ჩვენ დღეს უნდა დავაჯილდოვოთ, დეკანოზი ტიმოთე ციკლაუნი, ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს დეკანოზი თავმაზი ჩოხელი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს შეგახსენებთ, რომ დღეს ლოცვა დაიწყება 5 საათზე და შენდობის წესი დაიწყება 6 საათზე და მომავალში ყოველ დღე შესრულდება გარდა შაბათისა და კვირის შესრულდება პირველ შეწირული წირვა. ღმერთმა დაგვეცოთ, ღმერთმა დაგვეცოს ეს დიდი მარხვა და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ჩვენ და მთელ ქვეყანას. ჩვენთან არის ღმერთი. ასევე შეგახსენებთ, რომ 2 შაბათს, 3 შაბათს, 4 შაბათს და 5 შაბათს აქ წმინდა სამების ტაძარში შესრულდება ანდრია კრიტერის კანონი. დაიწყება 6 საათზე საღამოს და ადრე ჩვენ გვქონდა ნაწილი აქ და ნაწილი სიონში. რადგან სიონში სარესტავრაციო საქმეები ტარდება, ამიტომ
ოთხივე დღეს აქ-იქნება წაკითხვა. ღმერთმა ბედნიერი არ იყო მაგალითად.